დედინაცვალი. სთქვა უფალმა ღმერთმა. არა არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. და სრულყოფალმა ღმერთმა ნეკნი, რომელიც ამოიღო ადამისგან და მიიყვანა იქ ადამთან ცოლად. და სთქვა ადამმა, ამირიდან ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ქალი, მეუღლე. ეს დაქცეული სახლკარის ოწინარი. წყუდიადის კვესაბედი, ამომწყდართა კუნწულა. კერიის მძლავრი საბერველი. ეს მუდმივი განტევების ვაცი, ხარკი, ხარაჯა მთლიანად შეწირული უცხო ჯიშსა და გვარს. შედგამს თუ არა ახალი ოჯახის ღურბზე ფეხს, ქამელეონივი თიცლის ფერს და ამჯერად სულ სხვა ამპლუაში გვევლინება, რომლისთვისაც გამოგიტყდებით, მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა, მზად თითქმის არც ერთ შემთხვევაში არ არის. დაბალი, ულაზათო ყავრით დახურული ძველი სახლი უკვე მეორე შემთხვევას ითვლიდა თითებზე. მის ღურბს აგერ უკვე მეორე დიასახლისმა გადმოაბიჯა. ეს ცხოვრებისეული რეციდივი კერიამ ტრიუმფით მიიღო, სახლის ფუძემ კი ხრების აჩეჩვით. არც ქალისთვის გახლდათ ადვილი ცოლად გაყოლოდა კაცს, რომელსაც მეორე ნახევარი მიწისთვის მიებარებინა და რომელთა ოდესმე არსებობის კვალიც იქვე კუთხეში შესაბრალისად მიყუჟულიყო. ჯერ კიდევ ქალწულებრივი ბუნება ქალისა აღთქმას ადებინებდა მიცვალებული სულის წინაშე, ბავშვისთვის ნამდვილი დედობა გაეწია. და ამ ფრთხალსა და შინაგანად რიგორიზმით ახსავსეს, სულ ცოტა დრო სჭირდებოდა ჯარასავით დატრიალებულიყო. სულ შეგუბულის ამოსუნთქვას დაემსგავსებოდა მაშინ მისი პირველი ნაბიჯები დიასახლისობაში. უმალ რაც იაზრა ბავშვის ალერსი იყო, გაუბედავად, მაგრამ ნაზად ჩაიკრა გულში. სიბრალულს გრძნობდა, სიყვარულს ნაკლებად, საოცრად გულწრფელი ჩანდა. ძნელად თუ სადმე წააწყდებით ამდენად კონტრასტულ გრძნობებს ამ ორ ადამიანთა შეხვედრამ რომ წარმოშვა. იგი სითბოსა და გულგრილობას, სიყვარულსა და სიბრალულს, ნდობასა და ეჭვს შორის მერყეობდა და თითოეული მათგანი მოძრაობდა იმდენად უნებლიეთ და დათრგუნულად, იფიქრებდით უხეიროდ დამზადებული მარიონეტები აუთამაშებიათო. მამა ოჯახისა ნაკლებად წვდებოდა იმ იდუმალ და ბრუდამხვევ გრძნობათა ქაოსს, რომელიც უხილავი ძაფებით ერთმანეთთან აერთებდა და თიშავდა ორ სხვადასხვა მსოფლ მხედველობისა და ასაკის, სისხლისა და ხორცის ნატურას. მან მისთვის ჩვეული ზედაპირულობით შეავლო თვალი ვითარებას. უეცრად თვალში გაბლანდული ქალის გულმკერდში თავჩარგული ბავშვი, რომელიღაც სკულპტურულ გამოსახულებას მიამსგავსა, რამაც სიამონება და რატომღაც სიამაყეც განაცდებინა და კიდევ ერთხელ ღრმად დარწმუნებულმა საკუთარ თავში სტუმრებისკენ მიმართა გული და გონება. სუფრა ფინიშს უახლოვდებოდა. შეზარხოშებული ილაჯ გამოცლილი ნეფე, დაუდევარი ოპტიმიზმით ახსავსე, სრული ექსტაზით უკმევდა გუნდრუგს, დედაშვილობის კულტს. დედულეთში, სტუმრად პაპასთან. სახელოსნოში არლეკინივით ყირაზე გადადიოდა ქაოსი. ვისთვის უწესრიგობა, ვისთვის კი წესრიგი. ამ პირობითობაზე ეჭვი არ არის დამეთანხმებით, ხელოსანთა გარჯისათვის ერთხელ მაინც თუ მოგიკრავთ თვალი. მხოლოდ ონავარი შვილიშვილი თუ მიუჩენდა ყველაფერს ადგილს, მიუტევებდა მოხუცი ცუღლუტობას. სხვას კი სიავეშიც კი ჩაუთვლიდა დროის დაკარგვის გამო. ის იყო ტყავის ფეშტამალი მოიხსნა, ხელები ჭუჭყიან ჩვარზე შეიწმინდა, რომ კარის ხრიჭოში შუქი შემოიზანდა. სალმის მიცემის ნაცვლად შვილიშვილმა მხოლოდ გაუღიმა. ოჰო, გაგვიმარჯოს, გაიბადრა დამხვდური. დღეს რაღაც შეგაგვიანდა, რაშია საქმე? ერთბაშად მიაფანტა კითხვები. პატარა მხოლოდ მხრებს იჩეჩავდა და უკვე მერამდენედ ვინ იცის, ხარბად სწავლობდა სამუშაო ინსტრუმენტთა გარეგნობას, თითქოს მათი ხასიათის ამოცნობა სურდა და მით ივსებდა კაცობრიობის შეუცნობლობით გამოწვეულ დეფიციტს. ეს სუსტი არსება ენაწყლიანობას მხოლოდ წინაპართან იჩენდა და ის იყო ახლაც პირი დააღო, რომ პაპამ დაასწრო. აბა, ახლა კი წავედით, გვიანია უკვე, ჯერ შენ გაგაცილებ. მან ბიჭის კეპის წინაფრას ალერსით დაჰკრა ხელი და ბავშვი წინ გაიყოლა. საკეტმა გამოფიტული ძვლებივით დაიჩხრიალა და ორი ადამიანი, ერთი წარმავალი და მეორე მომავალი, პატარა ფერდობს შეუდგა.
გაფითრებული დისკო არაფრით იმჩნევდა სიშავე რომ ეპარებოდა, მაგრამ ხომ გაგიგონიათ კაცმა მალაო, შეუნიღბავი ჭირივით ჩამობნელდა ანასტად. აივანზე გადმომდგარი ქალი თბილად უღიმოდა მოახლოებულთ. საღამო მშვიდობისა, მიესალმა ხანდაზმული და მზერა აარიდა. თავის მხრივ ქალმაც ხმა გატეხილად უპასუხა და უხერხულობის მისაჩქმალად გერს უნიათოდ უსაყვედურა სახლიდან გაპარვა. როგორ შეეგუეთ აქაურობას ეს ანცი ხომ არ გაბრაზებთ, საუბარი წამოიწყო ბერიკაცმა. შეუჩვეველი არაფერი არც ჩემი ბიჭი მაჯავრებს, ეს არის მხოლოდ თქვენ სახელოსნოს ვერ მოვწყვიტეთ, ვაი თუ ხელს გიშლით. ქალმა ჩემი ბიჭი ისეთი ხაზგასმული სიყალბით წარმოთქვა, რომ საკუთარ თავზე გაწყრა უეცრად. არა და მართლა არ იყო ბიჭის მიმართ ცუდად განწყობილი, მაგრამ ამ მოხუცთან მუდამ ასე ემართებოდა. მასთან შედარებით ბავშვის მისაკუთრება უმწეო და ლიტონი ხდებოდა და ალბათ ამიტომაც. მაშინ, როცა თვითონ სწავლობდა გერის სიყვარულს, ცხვირწინ იგივე სიყვარულით ფესვ გადგმული თავად ხნიერი სიყვარული ეჯდა. ხელს მიშლის რას ბრძანებთ, ამით მიდგა სული. კვლავ უხერხულობა მაიგდო ხნიერი მასხრად. უამრავი რამ იყო დაცული მათ შორის. ზღვარი მიმართვაში ეხებოდა ეს ხანდაზმულთან თუ მეორე არც თუ ნაკლებად დელიკატურ საკითხს, მანდილოსანთან დამოკიდებულებას. და მაინც უნდობლობა მოუსვენრად წრიალებდა მათ სიახლოვეს. იგი ხორცშესხმული ბავშვის სახით მოხუცსა და ქალს შორის ჩამდგარ იყო და მისდამი ყურადღების კონცენტრაციით სუსტად, მაგრამ მაინც აიოლებდა ურთიერთობას. დაკვირვება ღირდა რა ფარული თავგამოდებით ცდილობდა თითოეული ბავშვთან მიმართებაში მხოლოდ საუკეთესო მხრით წარმოეჩინა თავი. ამ ამოქექილი და ხელოვნური თავაზიანობის მიღმა კი უფრო მეტად ერთმანეთისგან დასხლტომას ლამობდნენ. თითქოს ერთი აფრთხილებდა, მეორე კი გამუდმებით იმართლებდა თავს. სიზმარი, მოზარდის ქვეცნობიერი სამყარო. შემოდგომა უნდილად ეპარებოდა ჯერ კიდევ სულთ მობრძავ ზაფხულს. ხელფეხს რეტიანივით აცეცებდა და მოსაჭიც ეძებდა დასამკვიდრებლად. ხომ იცოდა რომ მოდიოდა, მისი იყო ბურთიც და მოედანიც, მაგრამ სულ სწრაფობდა ზამთარივით. სად იყო ზაფხულის სიდინჯე და აუჩქარებლობა? იგრძნო თუ არა ჩემი გამივიდაო, დამფრთხალის ნიღაბი ერთბაშად გადაირეცხა პირიდან. თვალები შლეგიანივით დააკვესა და მოსცხო წვიმა. გამოცდილნიც ვერ მიუხვდნენ ფლიც. ტირისო ზეცა ნაღვლიანი და განცდიანიაო შემოდგომა და ამის გამოაო ამტკიცებდნენ. პოეზია სევდა მოეძალება თუ არა, გალაქტიონის და მერის არ იყოს, შემოდგომას გაირევს ოსტრიქონებში. ცეტობდნენ წვიმის წვეთები, სიბნელით სარგებლობდნენ. ყავარი ეხამუშებოდა ცივილიზაციის ყვავილობის ჟამს და ჩუმად ქირქილებდნენ. ქიმერული ხილვები ერთმანეთს ცვლიდა. რეალობა და ვიზიონი უმოწყალოდ გადაზელილიყო და მათ მიჯნაზე მყოფი მოზარდი საწყოზე მიჯაჭვულივით ატრიალებდა თავს. ხედავდა სარკმელს, ჭირხლით შესუდრულს, ქალი მოსდგომოდა. თითქოს ეცნობოდა და თითქოს არა. უღიმოდა და არც უღიმოდა თითქოს. შიშს აეტანა ანჩხლსა და უნდობს და ამის გამო გონდანისული მფარველს უხმობდა. უეცრად მოწოლილი ძლიერი გრძნობების ქვეშ მოქცეული, გაშმაგებული ბორგავდა. და ეს პაროქსიზმი უთუოდ მოინელებდა მის ჯერეთ უმწიფარ ტვინს, მფარველ ანგელოს რომ არ ეხსნა ჰიპნოფობის ბრჭყალებიდან უეცრად. საშინლად დაზაფხულს გამოეღვიძა. გული სხეულის კედლებს ეხლებოდა და გათავისუფლებას ითხოვდა წუთით. სასოწარკვეთილი სიჩუმე გამაყურებელ ხმაურს იწვევდა. აი როდის გახლავთ ადამიანის ხმა ყველაზე ამო მოსასმენი. აი როდის უფერულდება და იცრიცება ბუნების ნებისმიერი ჰარმონიული ბგერა ამ ყველაზე ნატურალურ ჩქამთან შედარებით. ისე ტაატით იშვებოდა ნათელი, სიბნელეს აინუნშიაც არ მოსდიოდა, რომ სულ რამდენიმე წუთში ფითრი დაატყდებოდა თავს. მისავათებული ცისკარი გაუგნებამდე უთვლიდა დიდ ამბებს განთიაც, რომელიც უკვე დაჯერებული მობრძანდებოდა დარაბებს მიღმა.